იცით თქვენ რომ ევროკომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა 6 ნოემბერს გაფართოების ანგარიში და ამ გაფართოების ანგარიშში ევროკომისიას უწერია შემდეგი წინადადება. საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს. 6 ნოემბერსვე შალვა პაპუაშვილმა ბანდიტმა ამ წინადადებას უპასუხა შემდეგი ბანდიტური წინადადებით. ნახეთ რას ამბობს რუსი შალვა პაპუაშვილი. ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას ქართველებმა არ უნდა დავივიწყოთ ის სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ანგარიშით დაგვანახესო. საქართველო და იმეორებს იმ წინადადებას სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს. რეალურად კი რამხელა უმადურობაა ამ ტყუილშიო, რეალურად მაშინ როდესაც ომის დაწყებიდან 1000-ზე მეტ რეზოლუციას, დეკლარაციას, ინიციატივას და ასე შემდეგ დავუჭირეთ მხარიო. 1000-ზე მეტი, რასაც ახსენებს ბანდიტი შალვა პაპუაშვილი, არის 1100, 1200, 1300, 1400. მოდი გავანებოთ ახლა ნამატ რიცხვებს, თავი 1100, 200, 300 და ასე შემდეგ. ავიღოთ რომ აი შალვა პაპუაშვილი არ ტყუის, ავიღოთ თქვათ მოცემულობად რომ 1000 რეზოლუცია, გადაწყვეტილება, ინიციატივა და ასე შემდეგ დეკლარაცია არის მხარდაჭერილი ქართული რუსული ოცნების მიერ და ვთხოვოთ ნებისმიერ მათგანს შალვა პაპუაშვილიდან დაწყებული ნებისმიერი რიგითი ბანდიტი ოცნების ბანდიტი დეპუტატით დამთავრებული, ან მინისტრებით დამთავრებული, ან მინისტრების მოადგილეები და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირებით დამთავრებული 1000-ის 10% თუ არის 100, შესაბამისად 1%-ია გამოდის 10. ხო, არ მინდა 2%, 20 რეზოლუცია, გადაწყვეტილება, დეკლარაცია, ინიციატივა და ასე შემდეგ ჩამომისახელოს 2022 წლის 24 თებერვლიდან, რასაც დაუჭირა მხარი საქართველოს დე-ფაქტო ამჟამად უკვე დე-ფაქტო ხელისუფლებამ და პარლამენტის თავმჯდომარე იმ ხანადაც იყო შალვა პაპუაშვილი და პარლამენტმა, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ღარიბაშვილის დროინდელმა თუ კობახიძის დროინდელმა 10 არა და 20 სხაპასხუპით, ოღონდ ყოველგვარი ჩახედვის, სპარგალკის, რაღაცა ისტორიაში ქექვის და ასე შემდეგ ჩათვლით, ვთხოვოთ რომ გვიპასუხონ ამ შეკითხვაზე, რომელიც ადეპუტატო შეკითხვა არ არის. აი, გახარია ჯგუფი რას აკეთებს საბოლოო ჯამში, აი, ნებისმიერი მათგანი გამოვიდეს და კითხოს შალვა პაპუაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობს ამ მათ პარლამენტს, კითხოს, აი ბატონო შალვა, 20 რეზოლუცია, გადაწყვეტილება, ინიციატივა და ასე შემდეგ ჩამომისახელეო და პაპუაშვილი გულახდილად გეტყვით გაიჭედება, ვერ გაიხსენებს, იმიტომ რომ 20-იც კი, კარგი 30 კი ხო არ არსებობს რეალურად, ანუ 2.5%, ხო, 2.5 თუ 3% არ არსებობს იმისა 3% იმ მხარდამჭერი საქართველოს მიერ გაკეთებული ინიციატივებიდან, დეკლარაციებიდან, რეზოლუციებიდან და ასე შემდეგ. ნაცვლად ამისა, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველ დღე პრაქტიკულად აფიქსირებენ ანტიუკრაინულ პოზიციას. როდესაც ვამბობ ანტიუკრაინულ პოზიციას აფიქსირებენ, მეთქი უკრაინის სახელმწიფოს, მე გულახდილად გეტყვით, არ ვგულისხმობ ჯერჯერობით, ამას ვერ ბედავენ, თუმცა ყოველდღიურად თეა წულუკიანი იქნება, უშუალოდ პაპუაშვილი იქნება, კობახიძე, რომელიც ხანდახან შეხვდება ხოლმე რომელიმე საერთაშორისო ფორუმზე, თუმცა აწი ვეღარც შეხვდება ვერც უნგრეთში, იმას შორის, იმიტომ რომ მას ჩამოართმევენ, კი არა, დიპლომატიური პასპორტით ვერ იმოგზაურებს ევროპაში და მალე უახლეს მომავალში და ვერც ბიომეტრიული წითელი პასპორტით, შვიდისფერი პასპორტით ვერ იმოგზაურებს ტურისტულადაც კი, კობახიძე უნგრეთშიც ვერ ჩავა, მაგრამ სადაც მოხვდებოდა ხოლმე კობახიძე, იქაც კი შეხვდებოდა ხოლმე ზელენსკის და შეხვდებოდა, ოღონდ გამარჯვებას არ ეუბნებოდა და უკლებლივ ყველა მათგანი, კობახიძიდან დაწყებული, წულუკიანით გაგრძელებული, კალაძით გაგრძელებული, პაპუაშვილით გაგრძელებული და რიგითი ქოცი დეპუტატით დასრულებული, ისინი აფიქსირებდნენ ანტიზელენსკი, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციას. აკი გახსოვთ, რომ ამ 2 დღის წინ ერთ-ერთ ბოლო განცხადებას
გაგახსენებთ ხსენებული წულუკიანისა ეს კლოუნიკაციო ესეც კი თქვა კიდევ ერთხელ თქვა პრეზიდენტ ზელენსკიზე ვისზე ლაპარაკობს გარდა იმისა რომ ეს კაცი ანუ ზელენსკი არის პატივდადებული მთელი მსოფლიოს მიერ ეს კაცი არის გმირი კაცი კიდევ ერთხელ და ბევრჯერ უნდა ვთქვათ იმიტომ რომ ის არ შეეპუა რუსეთის შესვლას რუსეთის ექსპანსიას რუსეთის ინტერვენციას 2022 წლის 24 თებერვლიდან თუმცა წულუკიანი და სხვები მას აკითხარით ბანდიტად მოიხსენიებენ ბანდიტად კი არა კლოუნად მოიხსენიებენ უკრაინის სახელმწიფოს თვის ძირის გამომთხრელად თუ ლახვარის ჩამცემად თუ ასე შემდეგ და მოკლედ შესაძლებლობას არ უშვებენ ხელიდან რომ არ შეაგინონ პირდაპირ თუ ირიბი მნიშვნელობით პრეზიდენტ ზელენსკის და არ გაწყვიტონ აქედან გამომდინარე არ დააზიანონ თუ გდებავთ ასე ვიტყვი ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის დიახ უკრაინელ ხალხს უკრაინის სახელმწიფოს წარმოადგენს სწორედაც რომ პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაცია და პრეზიდენტ ზელენსკის წარმომადგენლობა როდესაც აგინებ შესაბამისად შენ გამოგდის გინება კრიტიკა კი არა გინება სწორედ უკრაინის სახელმწიფოსი და მე აი ახლა თუ გნებავთ მეორე ტესტი შევთავაზოთ რომელიმე ბანდიტს ქართული მოცნებიდან ვკითხოთ ვისია ეს მარტივი კითხვა გახარია ჯგუფს მართებს ამ კითხვის დასმა თუ მაინც და მაინც სულ მუნზე არ უნდა ლაპარაკი პარლამენტად წოდებულში კითხონ ვის გამარჯვებას უჭერენ მხარს რომელიმე მათგანი გაბედავს კი პაპუაშვილი ასე მაგალითად და იტყვის კი რომ უკრაინის გამარჯვებას უჭერენ მხარს რუსეთის წინააღმდეგ ომში რა საკვირველია ვერა აი თითქოს 5000 რეზოლუციას დაუჭირეს თუ რაღაც გადაწყვეტილებას დეკლარაციას ინიციატივას და ასე შემდეგ მაგრამ აი ამ წინადადების ამ მარტივ წინადადების ბას ისინი თქმას ვერ წარმოთქვა ვერ გაბედავენ იმიტომ რომ ისინი რუსეთის მხარეს არიან ემანდ ვინძლო რუსეთი არ გააღიზიანონ იმიტომ რომ მათ ხომ თავიანთი ურთიერთობების ჩამოყალიბება უნდათ ამ იმპერიასთან და იმპერიის დედაქალაქთან და გონიათ საწყლებს რომ იმპერია და იმპერიის დედაქალაქი ოდესმე მაინც იქნება ხელგაშლილი თუ გულგაშლილი ქართული სახელმწიფოს მიერ მიმართ რაც რასაკვირველი არსებითი ტყუილია რუსეთი როგორც იმპერია ჩვენსკენ არასოდეს არ იქნება ტერიტორიულ თლიანობასაც არ აგვიდგენს არ შეგვეხიდება ამ ტერიტორიული თლიანობის აღდგენაში და პირიქით რაც უფრო გამოპაპუაშვილებულები ვიქნებით მით უფრო მეტად შემოვა ინფილტრაციას მოახდენს საკუთარი FSB-ს თუ სხვა სპეცსამსახურების წარმომადგენლებისა ჩვენს მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებში და მიანგრმოანგრევს სახელმწიფოს ნიშანსვეტიც კი აღარ ექნება ჩვენს ქვეყანას გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ ოცნება დარჩა და გადარჩა და მოძლიერდა და ყველა ის მზაკვრობა რომელიც მას ჩაფიქრებული აქვს თუ აღასრულა მაგრამ აქ კიდევ ერთ დეტალზე გავამახვილებ თქვენის ნებართვით ყურადღებას ყოველს მოკლე ფეხები აქვსო და ასე შემდეგ ხო წერენ ეს ქართული ოცნების ბანდიტი გამოპაპუაშვილებული დეპუტატები რომელთა გვარებიც პრინციპულად არის მნიშვნელოვანი ხო უმნიშვნელოა ჩვენთვის და ამბობენ ახსენებენ იმას რომ საქართველოს მხარი დაუჭირა არაერთ რეზოლუციასა თუ ასე შემდეგ მხარი უკრაინას თუმცა მე გაგახსენებთ რომ ევროკომისიის ანგარიშში არის შემდეგი წინადადება ჩამოყალიბებული საქართველოს სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს და მე ინიციატივებს ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა და აქ მე რეზოლუციებზე არ ვამახვილებ ყურადღებას თქვენის ნებართვით მე გეკითხებით თქვენ აი მიმართოთ მათ მე ვეკითხები მათ რომელ ინიციატივას ტექნიკური დახმარების თაობაზე უკრაინისათვის დაუჭირა მხარი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ რეზოლუციაზე კი არ უნდა პარაკობ ან რაღაც ანგარიშზე თუ დეკლარაციაზე თუ ასე შემდეგ, არამედ ინიციატივაზე, განსაკუთრებით ტექნიკური დახმარების თაობაზე. ასე მაგალითად, გახსენდება თუ არა რომ ერთი ემერჯენსი მანქანა გაეგზავნოს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ნებისმიერ დაბომბილ თუ არა დაბომბილ ქალაქში. რა გახდა, რა იქნებოდა, რომ ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა აღჭურვილი ასე თუ ისე, მეტნაკ
ნაკლებად თანამედროვე ტექნიკით და შესაძლებლობებით გაეგზავნა კიევში, ბუჩაში, ირპენში, არ ვიცი, ხარკოვში თუ ასე შემდეგ რა მოხდებოდა. იცით თუ არა თქვენ, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას 22-23 წლებში ხარკოვის მოვლენები რო იყო განსაკუთრებით მაშინ და მანამდეც პრინციპში და უკვე შემდგომაც დანგრეული სკოლების აღდგენის თაობაზე მიმართა უკრაინის ხარკოვის მერიამ და არც ერთ დანგრეულ შუშების ჩაცმაზეა ვუტრირებთ საუბარი საბოლოო ჯამში ამისთვის საჭირო 100-150 დოლარიც კი არ გამოყო ამ შემთხვევაში დედაქალაქის მერიამ რამდენადაც ვიცით თბილისი და ხარკოვი დაძმობილებული ქალაქები არიან მაგრამ დედაქალაქის იმ ხანადაც მერმა ეს ყველაფერი ანუ კახაკალაძემ ერთ ყურში შეუშვა და მეორე ყურიდან გაატარა მიუხედავად იმისა რომ მისი ოდინდელი მეგობარიც და მე ბევრჯერ მithქვამს რომ ისინი აღარ არიან მეგობრები ანდრეი შევჩენკოს კი იყო ირიბად ჩართული ამ პროცესში მაგრამ კალაძემ შევჩენკო რახანია და აღალატა და ამოატრიალა საფლავში ორივეს გამზრდელი ვალერი ვასილის ძე ლობანოვსკი ორივე მწვრთნელი იყო ეს დიდი უკრაინელი მწვრთნელი იცით თქვენ და ძალიან დასწყვიტა ესე ვუტრირებთ ხადია მაგრამ დასწყვიტა გული აც გარდაცვლილ დიდ მწვრთნელს ორივეს აღმზრდელ გამზრდელ ლაბანოვსკისაც კი მეთქინ ოჯახს ყოველ შემთხვევაში მაინც თუგნებავთ ასე თქვათ და აღარ არის და აღარ მეგობრობს რა კალაძესთან შევჩენკო იმის გამო რასაც კალაძეს ჩადის როგორც ამ ბანდის ერთ-ერთი წარმომადგენელი იცით თუ არა თქვენ რომ სხვა ინიციატივებითაც მიმართავდა ცენტრალური უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი კულისებში რასაკვირველია მაგრამ არც ერთ შემთხვევაში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და მაშინ დე-იურე ხელისუფლება არ იჩენდა ინიციატივებს აქ სამხედრო დახმარებაზე არ ვლაპარაკობ სამხედრო დახმარების გაწევა ბევრ ევროპულ ქვეყანასაც კი უჭირს უკრაინისათვის პორტუგალიას ასე მაგალითად და სხვა სახელმწიფოებს რომლებისთვისაც უკრაინა ცოტა შორს მდებარე სახელმწიფოა ჩვენთან თლად შორს მდებარეობს სახელმწიფო არ არის ჩვენ საბოლოო ჯამში ერთ ომში ვართ მაგრამ ჯანდაბას ჩემი თავი არ ვლაპარაკობ დელტაში წარმოებულ რომელიმე იარაღზე მე ვლაპარაკობ თუნდაც ისეთ სამოქალაქო საჭიროების ისეთ ტექნიკურ შესაძლებლ დაანადგარებს თუ შესაძლებლ ტექნიკაზე უფრო რომელთა გადაცემაც გარდაულად აუცილებელი იყო და სიმბოლური თუნდაც მაგრამ ჟესტი იქნებოდა აქ რეზოლუციებზე რო საუბრობს პაპუაშვილი ბანდიტი რო ჩვენ 1000-ზე მეც შეუერთდითო 1000-აც ხაპასხუპით ვერ ჩავამისახელებს მაგრამ რომს ჩავამისახელოს 10 თუ 20 თუ 30 ეს არ არის თავარი ამ ამბავში დიახ ისინი აგინებდნენ რა ზელენსკის მათი ეს ეგრეთ წოდებული მიერთებები რეზოლუციებთან თუ ინიციატივებთან თუ ასე შემდეგ მხოლოდ უფერულდება პირველ ყოვლისა და კიდევ ერთი დეტალი რაზეც ყურადღება გასამახვილებელი არის ის რომ ეს არის რუსებს აქვთ ასეთი ტერმინი ქართულად ჯერ რუსულად ვიტყვი მე ქართულად ვთარგმნი ეს არის დაзволенный процесс დაзволенная помощь ხო ანუ ნებადართული ხარდაჭერა ნებადართული პროტესტი და ასე შემდეგ უკლებრივ ყველაფერი რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან რომელიმე უწყება აკეთებდა რეზოლუციებთან მიერთებას ყველა რეზოლუცია რასაც მიერთებიან ესენი 30 იქნება თუ მართლა 1000 ეს იყო რუსეთის მიერ მწვანე ანთებული და გავლილი გაგიკვირდებათ და ზურა აბაშიძე უფროსთან დიპლომატი როა და ირაკლი რო ერქვა მის მამას და პოეტი აკადემიკოსი რო იყო ის კაცი ოენავ ჩემოდე და ოენავს რო წერდა ოდესღაც ზურა აბაშიძე უფროსთან რომელიც რეალურად განაგებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს როგორც დიპლომატი და როგორც პრემიერის მრჩეველი თუ არ ვცდები ბოლო პერიოდამდე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში კარასინის ჩერეს ძმაკაცი თუ ძმაკაცი მეთქი დიახ ზურა აბაშიძის გარეშე არც ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება არ მიიღებოდა მე აქვე გავიხსენებ რომ რაი ბოლოს როდის ხსმენიათ იმის თაობაზე რომ საქართველოს გააგზავნა ოფიციალურ დონეზე საქართველოს გააგზავნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისათვის ეს ხსმენიათ თუ არა 2022 წლის შემდეგ 2022 წლიდან კი 4 წელია პრაქტიკულად გასული ეხლა თებერვალში ორიოდე თვეში ზუსტად 4 წელი გასრულდება ომის დაწყებიდან ეს ომი რუსეთ-უკრაინისა მოხსნის ბრჭყალებში რეკორდს
ხანგრძლივობის რეკორდს მეორე მსოფლიო ომის ნაწილ დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის მონაწილეობისა ფაშისტური ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ იქ არმინე შემეშელოს და თვარწები 1470 დღე მიმდინარეობდა ომი შეიძლება შესაძლოა მეშლება ინგა ბოდიში რა ვამეხს დაელაპარაკე კიდევ რეკავს აი აქედან გავამართვე ბოდიში ვამეხი ჩვენი მეგობარია რომელმაც რაღაც უნდა დაგვიყენოს სახში და მეორეჯერ რეკავს ამასობაში მესამე დუბლია ეს თუ მესამეჯერ რეკავს ამასობაში ეს ყველაფერი იყო და არის ეგრეთ წოდებული დაზვოლენი ანუ ნებადართულია რუსეთის მიერ მოსკოვის მიერ სურა აბაშიძის ხაზით სურა აბაშიძე განსაზღვრავდა 10 რეზოლუციას უნდა მიერთებოდა საქართველოს თუ 17 თუ მართლა 1000 როგორც პაპუაშვილი ბანდიტი ბრძანებს ამიტომ რეალურად რომ ვილაპარაკოთ ყველა კრიტიკა თუნდაც მაგრამ ეს კრიტიკა არ იყო გინება პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციისა კაცისა რომელმაც ხელუხმა აარტყა რუსეთს და არ შემოუშვა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე და წინააღმდეგობას უწევს რუსეთს კაცისა რომელიც მხარდაჭერილია მთელი მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს მიერ თუ მხრიდან ყველა კრიტიკა მისი ყველა გინება მისი რეალურად ფარავს რეალურად მადასტურებელია იმისა რომ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება არ არის უკრაინის მხარეს და კვლავ ვიმეორებ რომ კითხოთ ნებისმიერ ბანდიტს ქართული ოცნების ხელისუფლები და პაპუაშვილს ასე მაგალითად ის ვერც კი გაბედავს იმის თქმასაც კი რომ მას სურს რომ უკრაინამ გაიმარჯოს ამ ომში ხომ ამბობენ რომ უკრაინის სახელმწიფოსკენ არიან მაგრამ ამასაც კი ვერ წარმოთქვამს ვიდრე არ შეუთანხმებს სურა აბაშიძე უფროს დღესაც რომელიც რასაკვირველია ამის თქმის ამ წარმოთქმის უფლებას არ მისცემს სწორედ იმიტომ რომ ემანდ რუსეთი არ გავაღიზიანოთო ეთქვის დაახლოებით ამ შინაარსის წინადადებას ეთქვის პასუხად ზურა აბაშიძე დიპლომატი აბა მეორე დიპლომატი არ არის საერთოდ მე უმცროსი ზურა აბაშიძე დიპლომატი არ არის ხო რომ ვიცოდეთ მაინც აი ეს არის რეალურად სახე ქართული ოცნებისა და ევროკომისია რასაკვირველია არ ცდება, როდესაც აღიად ამბობს, რომ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება არ მიერთებია არსებითად უმრავლესობას, მოდი ასე ვიტყვი, იმ რეზოლუცია გადაწყვეტილებებისა, არც ტექნიკურ დახმარებას, კვლავ ვიმეორებ, ერთი ემერჯენსის მანქანაც კი არ გაუგზავნია, ბოდიშ ვიხდი ამ ჰუმანიტარულ დახმარებაზე გამახსენდა, ისიც თუ არა თქვენ რომ თავს ჰუმანიტარული დახმარება იყრიდა პირველ ხანებში ყოველ შემთხვევაში და ალბათ ახლაც ასეა პოლონეთში იქ იყო ერთგვარი ჰაბი და მერიის ხაბი 2022 წელს და იქ მიდიოდა ეს კონტეინერები რომელიც თუ საზოგადოების მიერ გროვდებოდა მაგალითად ტანსაცმელი ან პირველადი მოხმარების საგნები და ასევე დედაქალაქის მერიაც კახაკალაძე მაშინ თითქოს ადეკვატური იყო ბჭყალებში რასაკვირველია ისიც თუ არა რომ დედაქალაქის მერიის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი პროდუქტებისა ფქვილი იყო იქ გაგზავნილი პრაქტიკულად სულ ყველა ჩაწვა ასე ვიტყვი ჩაწვაც არასწორი სიტყვა აღმოჩნდა ფუჭი გაფუჭებული და პრაქტიკულად გადაიყარა იმ მიმღები პუნქტის შესაბამისი პირებმა გადაყარეს რომლებმაც მიიღეს შეამოწმეს ეს ტვირთი და აღმოაჩინეს რომ ჭიებით იყო სავსე დედაქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული თუ დამოყრილი თუ მოკრებილი ეს ჰუმანიტარული ტვირთი იცით თუ არა რომ ესე მიყარა პრაქტიკულად ანუ არანაირი ორგანიზება არანაირი ინიციატივა თითქოს რაღაცა ეგრეთ წოდებული გალაჩკისთვის უნდა გაეკეთებინა კალაძეს რომ ვინმე არ მისდავებოდა მას და ამის შემდეგ რა გააკეთა დედაქალაქის მერიამ ცენტრალურმა ხელისუფლებამ რომელიმე მუნიციპალიტეტმა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოგეყაველა შულს გულისხმობ და ასე შემდეგ თავრობის ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვინმე რამე გააკეთა თუ გგონიათ რომ უკრაინას მხარდაჭერა არ სჭირდება თუ გგონიათ რომ უკრაინის ქალაქებში სკოლები და ბაღები არ ინგრევა თუ გგონიათ რომ შესაძლებელი არ იყო ოდესისათვის ასე მაგალითად რაღაცა სიმბოლური თუ არა სიმბოლური მხარდაჭერის გამოხატვა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამის სახელით 20 ცალი რეზოლუცია ინიციატივა გადაწყვეტილება თუ ასე შემდეგ სხვა პასუხობით ჩამოყვეს უბრალოდ ამას თუ
შალვა პაპუაშვილი თუ გია ვოლსკი და თუ სოზარ სუბარი რაბიშვილობა აქვს რომელ ბანდიტს დაავასახელებ სხაპასხუპით მითხრას რომელიმე ამ დეპუტატად წოდებულმა რას დაუჭირეს მხარი უკრაინასთან იმართებაში იყო თუ არა რასაც დაუჭირეს მხარი ეს ყველაფერი ნებადართული რუსეთის პირდაპირ პრაქტიკულად წარმოადგენელი ზურაბ აბაშიძის ანუ რუსეთის მხრიდან იყო თუ არა ეს მხარდაჭერილი იყო თუ არა ეს ეგრეთ წოდებული მეხუთე ხარისხოვანი მხარდაჭერები და ასე შემდეგ რას დაუჭირეს იმ გვარს კვლავ ვიმეორებ რაც რუსეთის ინტერესში კატეგორიულად ან ძირეულად არ შედიოდა რაც დაუჭირეს მხარი იმ გვარს რაც იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი უკრაინის სახელმწიფოს გადარჩენისათვის მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო არ ვიცი მაგრამ მისი დემოკრატიული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი იარაღის მიწოდებაზეც კი მიდიოდა ოღონდ ჩვენ არ ვთხოვთ რა საკვირველია იარაღის მიწოდებას საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას იმიტომ რომ ეს მართლაც იქნებოდა ომში ირიბად ჩართვა ყველაფერს აკეთებდა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება რომ ის მოხალისეების ქართველები რომლებიც 2 თუ 3 საჯარისო ნაწილში ბატალიონში შენაერთში არიან უკრაინაში რომ ბრუნდებოდნენ ეს ბიჭები ხო მათ სასამართლოებში კი არა პროკურატურა იბარებდა რა ქვია აეროპორტებში აკავებდნენ დროებით იზოლატორებში უშვებდნენ და ასე შემდეგ მაქსიმალურად ზღუდავდნენ ამ ადამიანებს პატრიოტებს რომლებიც ინარჩუნებენ ქართველი ხალხის სინდის ხო ბევრი ვინარჩუნებს ცხადია მაგრამ ისინი კი იარაღით ხელში იცავენ საქართველოს ღირსებას და საქართველოს სინდის იცავენ უკრაინის ტერიტორიაზე იბრძვიან რა და აჩვენებენ რა რომ საქართველო არის არა პაპუაშვილი როგორც წარმოადგენს ამ საქართველოს არამედ საქართველო არის ისეთი როგორიც არის არჩილ ხოფერია საქართველო და არა ბანდიტი ირაკლი კობახიძისა ან რომელიმე პაპუაშვილის რომელიმე შნირი იბოდიშებ ცხადია დეპუტატისა დიახ საქართველო არის ასაკვირველია გიორგი ქუფარაშვილისა თუ მამუკა მამულაშვილისა თუ ირაკლი ქურასბედიანისა თუ მეხლა გამოჩენილები და ყველაზე ცნობილები დავასახელე თუ არჩილ ხოფერიასი თუ გამსახურდიასი რა ქვია იმ გამსახურდიას აღარ მახსოვს მეომარ კაცს სხვებისა რომლებიც იბრძვიან საქართველოსთვისაც და მე კვლავ ვიმეორებ რომ არ ვითხოვ და არ ვამბობ იმას რომ საქართველო იარაღით უნდა შეხიდებოდა უკრაინას მაგრამ იმას კი ვამბობ რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ოდესღაც დე-იურე ხელისუფლებას შეეძლო ბევრად მეტის გაკეთება უკრაინისათვის თუ მუნიციპალიტეტების თუ დედაქალაქის მერიის თუ ცენტრალური მთავრობის დონეზე თუ დავალება შეეძლო საკუთარი კარის ბიზნესმენებისათვის რომ მაგალითად არ ვიცი მაგალითად ეს გენერატორები გაეგზავნათ უკრაინისათვის აქვე გეტყვით გულახდილდი ვიქნები რასაკვირველია ბატონო ვამეხი მოდის ხო ეხლა უნდა გავწყვიტოთ ვიდეო ესე იგი ჩვენ ხელოსნები გვყავს დღეს შემოტევა ვამეხი რეკავს ინგარ ბოდიში და ელაპარაკე და მე დავამთავრებ აქ რეკავს გაუღეთ ან არ ვიცი რა უნდა გავაკეთო აქვე გეტყვით რომ 1-2 ბიზნესმენი ორმა ბიზნესმენმა მართლაც ომის დასაწყისში 22-ში 23-ში უფრო გაუგზავნა გენერატორები არ დავასახელებ არც ერთს და არც მეორეს საკმაოდ დიდი მოცულობითი თანხისა შეიძლება 3-მაც უკრაინას ისე რომ ეს არც გაუპიარებიათ და ასე შემდეგ. კარგი, ოღონდ ეს ორგანიზებული საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ არ ყოფილა ახლა აპირებენ რაღაცის გაგზავნას, მე მგონი ვილაპარაკე აქ 3-4 დღის წინ ვიდეო ბლოგში ამ თემაზე, რატო აპირებენ გენერატორების გაგზავნას, თუ სადღაც მოხდეს კობახიძე ბანდიტი, ოღონდ ვერც მოხდება საქართველოს ხელისუფლება ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად ანტი-ზელენსკი კაცია ბიზინა ივანიშვილი ჩაბარება სლამობს სურვილი აქვს რომ ჩააბაროს საქართველო ხოლო ზელენსკი შეცდომებით რასაკვირველია იქ არის პრობლემები მობილიზაციისა როტაციისა კორუფციისა იცით რა სკანდალიც არის დღეს მოცემულ ეტაპზე უკრაინაში სკანდალი თუ ამბავიც არის ატეხილი რასაკვირველია შეჭირვებებით ვიღაცა ზალუჟნის უჭერს მხარს და ვიღაცა სირსკის ასე მაგალითად ვიღაცას ერმაკი არ მოსწონს და ვიღაცას პოდოლიაკი გასაგებია ვიღაცა კულებას მომხრე იყო და ვიღაცას ჰიბიჰას მომხრეა ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ გავუღეთ ეხლა ვინგა ხო ბიზინა ივანიშვილი არის ანტი ზელენსკი და თავისუფლების მტერი კაცი ნახვამდის